თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანტონ ჩეჩინის პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე დღეს პროკურატურის მოწმე, ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის გამომძიებელი არჩილ ნაცვლიშვილი დაიკითხა. პოლიციელის მტკიცებით მან ოპერატიული შეტყობინება მიიღო ჩეჩინის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობის შესახებ. შემდეგ მივიდა მისამართზე და ჩხრეკა ჩაატარა. სწორედ მან გადაიყვანა ჩეჩინი პოლიციაში და მანვე შეადგინა დაკავების ოქმი. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადვოკატმა შეამჩნია, რომ მოწმე კითხვებისთვის თავის არიდებასაც ცდილობდა. ამ ფაქტს დაცვის მხარის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე შემოწმების შესახებ კონკრეტულ ოქმზე. გითხარით მაგაზე ფასი. უარი განაცხადა თუ არა? ბოდიში შევამრო. როგორ დაუზოგოს. ოქმის შემოწმებაზე უარი განაცხადა თუ არა? პროტესტი ერთ პირველ შორში ოქმი. ოქმის სამი ადამიანი ხო არა? შედგენა მაგაზე. შეიძლება ეგრეთ მონაწილეობა რა. მონაწილეები ლეონაირაშეიძლება რომ განემართოს. ძალიან აგრესიულია და რაღაცა ახსნებულია ადვოკატი. იგივე დამშვიდია. დიახ, მე შევადგინე ეთქიდო. ოქმის შინაარსი წერია რომ ანტონ ჩეჩინმა უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებას. ჩემი შედგენილია ეგ. მე შევადგინე ხელი მოვაწყე. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე რომ უარი განაცხადა, ეს წერია ოქმში. მაგრამ თვითონ ოქმის ხელმოწერაზე რომ უარი განაცხადა, ეს სხვა საკითხია. ამაზე ვერ ვიკითხები და მიპასუხა რომ არ მოგიწევია. კი უარი განაცხადა. ზიგით ხონით რომ მიიღო ზომები. ადვოკატი იჩეს უზრდება. მაშინ მიიღებ ზომები ხალხი ხალხი მოექცა. მე დავიწყებ მოუხდება. მე დავიწყებ. ხოდა მიიღებ მაშინ რა ხოდა მე რომ ვაკეთებ შოულას ეს ხუნიშის მაშინ მიიღებ. როგორ არ მიშის კაცო რა საკეთებს? დაცვის მხარემ ასევე სხდომაზე განაცხადა, რომ პროკურორი მოწმეს უთითებდა რაზე უნდა ესაუბრა და შმაგი გობეჯიშვილის აცილება მოითხოვა. მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ერთ პიროვნებას შევადგინე ოქიმი. წარმოგვიდგინე ოქიმი. არ შემოვანია მონაწილეები და ამას გულისხმობ. მე რა მოვეც მოაწედა ხერხს შენ შავსა შეიტანა არ გქონდა ჩეჩინია. განმარტა ამათ ფასო. გასავიდა. დამიჯობდა უდაუშვეს. განცხადების უფლებით ვისარგებლებ აირანში და არ მივიღებ შეზღუდვა სამსაკითხთან დაკავშირებით. ეხლა მაჯორის დაცვის საზოგადოების მიმართავ, ბატონო პროკურორმა, ბატონო შიმაკი გობეჯიშვილმა ეს გააკეთა, არის მოსმისთვის მითითება, მინიშნება, რომ თურმე შენიშვნა არ არის შეტანილი ოქში. პირდაპირ დაანახა აღნიშნული ხუთი. 59 მუხლის საფუძველზე, ეკონომიკის საფუძველზე მოგვითხოვა, რომ ბატონო შიმაკი გობეჯიშვილი აცილებული იქნას სასამართლოს უშუალოდ ანტონ ჩეჩინის სასამართლოს საქმიდან გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს დასტურებული ფაქტი არის, რომ ბატონი შიმაკი გობეჯიშვილი თვითონ ახდენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას, კონკრეტულ ოქმებს აჩვენებს მის დამოძიებელს. ანტონ ჩეჩინის სახლთან 2024 წლის 3 დეკემბერს დილის საათებში დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვა ედება ბრალად და 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ემუქრება.